როდესაც მე ჩემთან ჯვრისწერაზე მოდიან, მე როგორც წესი ურწმუნო წყვილს ჯვარს არ ვწევ. ეს გამორიცხულია, საკუთარ ბიძაშვილს არ დავწერ ჯვარს, თუ ის, მაგრამ თუ მოდის წყვილი, სადაც ერთი მაინც ეკლესიურია, მე ჯვარს ვწერ. და იმათ ხო და ვაფრთხილებ, რომ ეუბნები, რომ თუ თქვენ გინათო თქვენი სიყვარული მართლა რეალიზდეს, უნდა ქრისტეს მერად იცხოვრო. მაგრამ თუ ორივე ურწმუნოა, ჯვარს არ ვწერ, იმიტომ რომ ფარსი და ფარს ვერ ვაკეთებ. ამდენ მართალია რომ ძაგავსილებული წერე ჯვარს ხოლე მაგალითად. იცი რა არის? არ შეიძლება. ძველად როგორ იყო, იცით? ნათლობაც და ჯვრის წერაც იყო ლიტურგიკული მსახურების შემადგენელი ნაწილი. წირვაში შედიოდა ეს და როცა ჯვრის წერისა და ნათლობის ლოცვები იკითხება, იქ ჩანს, ვინც მეტაკლებად ერკვევა ამაში, რომ ეს წირვის შემადგენელი, აი როგორც მღვდლად კურთხევა. დიაკონად მღვდლად და ეპისკოპოსად კურთხევა ცალკე ხო არ არსებობს. ეს არის წირვის შემადგენელი ნაწილი. შეიძლება რომ აი ადამიანი თქვა, რომელიც ურწმუნოა, გახადო მღვდელი. რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს, არ ეზიარება, ხო ვერ გახდი მღვდელს. იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ის მღვდელი რო გახდეს, უნდა წირვაზე იყოს, უნდა ეზიაროს, უნდა აღსარება თქვას, გესმის? იმის შემადგენელი ნაწილია, იმის ნაწილია. ასევე იყო ნათლობაც, ასევე იყო ჯვრის წერაც. დღეს ეს ყველაფერი ცალკე სრულდება, დაიწყეს ადამიანებმა ჯვრის დაწერა, ნათლობა, ისე რომ ეკლესიასთან კავშირი არ არის სწორი. იმიტომ ეს რიგები მე რა იქ. აბა რა ქნან, ზოგი კითხვა, აბა რა ქნან, კაცო? ჯვარი არ დაიწერო? არ უნდა დაიწერო. რატო უნდა დაიწერო? ჯვარი ურწმუნო წყვილმა. როგორ აბა ხვდი, რა ხვდის იქ მერტი რო უნოდეთ, კაცო, მე დავასწრებდი მათ, ვინუშლი. აბა რა ქნან, და მრუშობაში იყვნენ, ზოგი აპირპილდება, მეთქი, რატო? მრუშობა სულაც არ არის ცოლქმრული ერთობა. და პასუხისგებლობა აიღონ მშობლების წინაშე, ერთმანეთის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე, ხელი მოაწერონ. იცხოვრონ პატიოსნად, ერთმანეთს მრუშობა არის ღალატი. თუ ერთმანეთს არ უღალატებენ და იქნებიან ერთად, რატო ამრუშობ? თუ ხვალე გაქრისტიანდებიან, ხო? დაუწერ ჯვარს, აბა რა იქნება? ეკლესია ყოველთვის ცნობდა იგივე ბიზანტიაში სამოქალაქო ქორწინებას, ეკლესია ცნობდა როგორც კანონიერ ქორწინებას. ეს ჩვენ რაღაცა აი ქართულად დავამახი რა, რას ვაკეთებთ არ ვიცი და როგორ შეიძლება ეს? ხო და ნუ არ ვიცი. იმიტომ რომ მე არ მინდა თანამონაწილე ვიყო იმ რიგებისა იქ, იმიტომ რომ უფლის სიტყვები მახსენდება, რომელიც კაცმა ღმერთმა შეაუღლა, კაცნი ნუ განაშორებენ, განქორწინება, ძალიან მძიმე ცოდვა. არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომ არა კათოლიკური ეკლესია ზოგს მოსწონს, როგორც ვითომ ლიბერალური, ვითომ თავისუფალი დემოკრატია, ნამდვილად ძალიან ხისტია და მე სიხისტე კათოლიციზმის ამაში ჩანს. იქ არ არსებობს მეორედ ქორწინება. ეგეთი ფენომენი არ არსებობს. და თუ ადამიანი გაცილდება ცოლს, და ახალგაზრდა კაცი ვერ გაძლებს ისა და მოიყვანს ცოლს ან გათხოვდება, სიკვდილამდე ვერ არაზიარებენ მას. სიკვდილამდე უზიარებელი. ასე რომ ის დემოკრატიული და ლიბერალური სულაც არ არის, ძალიან ხისტია და ეს სიხისტე თავისთავად ცხადია ცუდია, მაგრამ ამოსავალი წერტილი მაცხოვრის ეს სიტყვებია, რომელიც ღმერთმა შეაუღლა კაცი ნუ განაშორება არ შეიძლება არაფერი. აბა და ჩვენ ესე გულარხენად აქაუდა მართლმადიდებლობა ძალიან ლიბერალურიაო, სინამდვილე დემოკრატიული, თავისუფალი, ესეთია მაგრამ. არა უშვით კაცო, ეს სად არის? რიგები როგორ შეიძლება? იმის გამო რომ იქ მთელი ტაძრებში არის რიგები და მიდის ფაქტიურად ის არა. ბრაზდები ხომ რა. ეს ჯვრის წერა ამდენი ღირს და ის ღირს და საშინელება. ღირს კი არა ისა როცა. იყი როგორ მოდის იყო მადლი იყიდებოდა. შესაძლებელი გასაგებია რომ შესაძლებელი არსებობს და ადამიანი მადლიერებას გამოხატავს შესაძლებლად. ეს ვალდებულებაც კი ამა პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ გაძლევთ სულიერს რა დიდი ამბავია თქვენ გახორციელი მივიღოთ. მაგრამ ეს არის შესაძლებელი და არა დუქანი კაცო. და იმის გამო რომ შენ ესე იგი შესაძლებლად გააკეთებ, შენ უღმერთო ჯვარი დაწრო და მოგნათლო, მას ესე გავყიდი აქტუ რა წესი. ჩვენვე არ უფრთხილდებით სასულიერო პირები არ უფრთხილდებით იმ სიდიადეს, რასაც ღმერთის ჩვენთან ყოფობა ქვია. ჩვენვე ვაკნინებთ მას, ჩვენვე ვქელავთ, ჩვენვე ვუყრით ამ მარგალის ზაღს და ღორს. ზაღლ და ღორი ურწმუნოების სიმბოლოა ბიბლიაში. უფალი ამბობს, ნუ დაუყრიო მარგალის ზაღს და ღორს. ადამიანი ურწმუნოა. აი ადამიანი დასრული ადამიანი. ან ნათლია ბავშვისა, რომელიც დასრულია, ნათლია ხოს დასრულია. შეუდგები ქრისტესა. ეხლა არის ის აგიპასუხოს. შეუდგები. შედგომილ ხარ ქრისტესა. არის ის აგიპასუხოს. ეუნები შედგომილ ვარ. წამს უფალი. არის ის აგიპასუხოს. ეუნები წამს ვითარცა უფალი და ღმერთი. წამს ვითარცა უფალი და ღმერთი. წამსი თქვი, არ ვიცი. წაიკითხე და კითხვას არის იზა მასკარადი.
და გამოვიდა ნათლია და ბედნიერია. წავიდა გამოთრება იმ დღეს. ნათლია ურწმუნო არ უნდა დადგეს ემბასთან როგორც ნათლია. და დასრული ადამიანი, რომელსაც ქრისტიანული ცხოვრება არ უნდა და ნათლავ, ეს არის ნონსენსი, ეს და ეხლა წარმოგიდგენთ მოვედი ამ სასწავლებელში. ეხლა ამის მერე რექტორთან შევალ დიპლომი მომე რა ვეთქვი რა. რა ვეთქვის? თან ხო ლექციებს ვატარებ, დიპლომი მომე რა ვეთქვი? ხო გაეცინება, ნუ ჩავთვის დუსტად იგივე არ არის. კაც არ უნდა ქრისტიანული ცხოვრება, არც აპირებს და ვაძლევ დიპლომს, რომ ქრისტიანი ხარ. და უშვებ. და მე არ მინდა საკუთარ თავს და ქრისტეს დავცინო და